სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ყველას გილოცავთ, დღეს არის დღესასწაული, სიხარული და ამავე დროს წუხარება, მარხვა. წუხარება და მარხვა არის იმიტომ, რომ დღეს თავი მოკვეთეს წმინდა ადამიანს, წინასწარმეტყველს, წინამორბედს, ნათლისმცემელს იოანეს. ხოლო სიხარული იმიტომ, რომ მისი სახით დიდი მეოხი გაგვიჩნდა ცათასას უფეველში. ისტორიულად, ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ რა მოხდა, გაგახსენებთ იმას, რომ როდესაც იმპერატორმა ტიბერიუსმა დაიბარა იროდი მეფე, რადგანაც მის სახელზე ძალიან ბევრი საჩივრები იყო შემოსული, რომში ჩავიდა იროდი მეფე და იქ ღამე გაათევინა თავისმა ძმამ, რომელიც ასევე რომში ცხოვრობდა თავის ცოლ-შვილთან ერთად და საოცრება ის იყო, რომ ამ დროს ტიბერიუსი იყო ხანში შესული და ძალიან ეჭვიანი, ყველგან შეთქმულება ელანდებოდა და პატარა მიზეზის გამო შეიძლება არა მარტო ის ადამიანი მოეკლა, მთელი მისი საგვარეულო ამოეწყვიტა. ეს ყველამ კარგად იცოდა, მაგრამ იროდის ძმამ ფილიპემ უშიშრად მიიღო თავისი ძმა და მეორე დღეს, როდესაც ტიბერიუსთან წარდგა იროდი მეფე, გაიმართლა თავი და ასე ვთქვათ, მშვიდობით დაბრუნდა და აი ეს დიდი რისკი ძმას რით გადაუხადა იმით, რომ მოსტაცა ახალგაზრდა ცოლი იროდია და თავის ძმას და ამ ორ ავაზაკს შეიძლება ასე ითქვას, შეუერთდა ამ იროდიადას ასული სალომეა, რადგანაც სალომეას ძალიან უნდოდა, რომ თუნდაც იქ პატარა ქვეყანაში ყოფილიყო დედოფალი, ვიდრე აი აქ რომში უსახელოდ ყოფილი. ასე რომ წაიყვანა და მუშობდა თავის ძმის ცოლთან იროდი მეფე. უნებრივია, რომ მეფეთა და დიდებულთა საქციელი გადამდებია უბრალო ხალხისთვის, ეს ძალიან კარგად იცოდა იოან ნათლისმცემელმა და უშიშრად ამხილებდა მეფეს აი ამ ცოდვაში. ბევრჯერ მხილების შემდგომ მეფემ შეაპყრობინა იგი და ჩასვა ციხეში და თავის კანონიერი ცოლი კიდე არაბეთის მეფის ასული გაუშვა თავის სახლში. ეს ბუნებრივია, ისი არ დარტოვებდა არაბეთის მეფე ამ შვილის შეურაცხყოფას. მაგრამ ისე იყო გონება დაბნელებული იროდი მეფე, რომ არაფერზე არ მიდიოდა. ყველაფერზე მიდიოდა, უკან არაფერზე იხევდა და ერთხელ, როდესაც მისი დაბადების დღე იყო და ასე ვთქვათ, მის ციხესიმაგრეში მოწვეული ყავდა ბევრი სტუმარი, სახარებაში წერია, რომ როკვიდა სალომეა. მისი ცეკვა იმდენად მოეწონა ალკოჰოლისაგან გაბრუებულ მეფეს, რომ პირობა მისცა, რომ რაც არ უნდა მთხოვო მოგცემ. და სახარებაში წერია, რომ დედისაგან ბირებული იყო, წინასწარ იყო დედისაგან ეს ყველაფერი გაფრთხილებული, თუ ესეთი რამე იქნებაო, სთხოვეო თავი იოან ნათლისმცემლისაო და მართლაც მოითხოვა თავი იოან ნათლისმცემლისა. ერთის მხრივ უხერხულ მდგომარეობას ჩავარდა იროდი მეფე, არ უნდოდა ეს, მაგრამ მეორეს მხრივ აი ესეთი მხინებელი, რომელიც ამხელს ადამიანს, ესეთი ადამიანის მოშორება კი უნდოდა. მაგრამ აი როგორ გაეკეთებინა და აი ეს ყველაფერი ისე მოახერხა, რომ ხალხის თვალშიც გამართლებული ყოფილიყო, რომ პირობას ხო არ დავარღვევდიო. ასე რომ გააგზავნა ჯალათი მეხრულე და
თავი მოჰკვეთა იოან ღვთისმშობელს. ლანგარზე დაუდეს და მიართვეს გოგოს, გოგო მიართვა დედამის და დედამისმა ნევსით დაუჩხუტა ტუჩები და ენა, რომელიც ამხელდა მათ. ხოლო თავი მოკვეთილი კიდევ ერთხელ ამხელდა მათ აი ამ ცოდვაში. იროდიადამ მისი თავი სანაგვეში, სადაც აი სასახლის ნაგავსტრენ იქ ჩააგდო. ხოლო მისი სხეული კიდე იოან ღვთისმშობლის მოწაფეებმა პატივით წაასვენეს და დაკრძალეს. დაინახა ეზოს მოძღვრის ქოზას მეუღლემ იოანა, თუ სად ჩააგდო იროდიადამ აი ეს თავი აიღო პატივით და პატივით შეინახა. აი დღეს არის ეს დღე და წმინდა მამები ამბობენ, რომ სალომეა, რომელიც ცეკვავს და სალომეა, რომელიც ასე ვთქვათ, სიამოვნებას აყენებს, ანიჭებს მეფეს, ეს არის ცოდვა. მეფე, რომელიც ამ დროს გზააბნეული ალკოჰოლისაგან გაბრუებული, ეს არის თითოეული ჩვენთაგანის გონება, რომელიც ცოდვას ვერ ეწინააღმდეგება და გონება უძლურია. იოან ღვთისმშობელი კი არის სინდისი, რომელიც გვამხელს და ამ დროს ხშირად ჩვენ აი ამ ხილებას ვერ უძლებთ და სინდის ვერ უძლებთ და ისევ ცოდვაში ვარდებით. ასე რომ დღევანდელი დღე არის თავისკვეთის, დღევანდელი დღე არის სინდისის ძლიერების და ჩვენ რომ სინანული გამოვხატოთ ჩვენი ცოდვების გამო ამის დღეა და ყველას მოგიწოდებთ ის მესიჯი, რა მესიჯითაც მოგძანდა იოან ღვთისმშობელი, შეინანეთ, რამე თუ მოახლოებულ არ სასუფეველი ცათა, ეს ყველამ უნდა გავიაზროთ და ყველამ უნდა შევინანოთ ჩვენი საკუთარი ცოდვები. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაკურთხოთ, უფალი იყოს თქვენი და სრულიად საქართველოს მფარველი. ღმერთმა სინანული მოსცეს ჩვენს ქვეყანას, რადგან ესოდენ დაპირისპირებულია, ესოდენ პოლარიზებულია დღეს ჩვენი მოსახლეობა. ღმერთმა ერთსულოვნება მოგცეს და იოან ღვთისმშობლის ლოცვით ღმერთმა თითოეულ ადამიანს საკუთარი ცოდვები დაგვანახოს და განცდა თვისთა ცოდვათა იწვევს არაგანკითხვა ისხვის ძმისა ჩემისას. ღმერთმა მოგცეს განცდა თვისთა ცოდვათა და არაგანკითხვა ძმისა ჩვენისა. ამინ. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაკურთხოთ. ჩვენთან არწმე. სახელთა მამისათა და დის და სულისა წყვილისა ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს. ეს ძიმე დღე არის, ძიმე მართვის დღეა. თავისკვეთა ყველაზე წმინდა, ყველაზე სულთა მართლისა ადამიანისა. იოანე ღვთისმშობლისა წინამორბედისა და მეგობრისა უფლისა. ღმერთმა დაგლოცოთ, იდეპოს ღმერთმა რომ ჩვენს გავიგოთ რას ნიშნავს ეძიებდით უპირველეს ყოვლისა სასურველის ღვთისასა და სიმართლისა მისისა. ამაზე არის დღევანდელი დღესასწაული. გუშინ იყო შუშანიკობა, რისთვის ეწამა წმინდა შუშანიკი? სასურველისათვის და სიმართლისა მისისა. ხვალ არის ილია ჭავჭავაძის სენიმის და რისთვის მოკლეს? სიმართლისათვის და სასურველისათვის და დღევანდელი სახარება, დღევანდელი დღე ამაზე მეტყველებს. ყველა ადამიანი წმინდა და მართალი დედამიწაზე იქნება დევნილი. არადა ვინც კლავს წმინდა და მართალ ადამიანს, იცის რომ ის არის წმინდა და მართალი. პირდაპირ სახარებაში წერია იროდმა იცოდა რომ იოანე იყო წმინდა და მართალი, მაგრამ მაინც მოკლა. აი ეს არის ზეციური თუ მინდა არიფმეტიკა, რომ
თუ გინდა რომ იყო წმინდა და მართალი, უნდა მოითმინო და აიღო ეს ჯვარი. აი ესეთი დრო არის, ყველა ამბობს მე მართალი ვარ, როგორ შეიძლება ამდენი ადამიანი იყოს მართალი? და ვინ არის მართალი? აი ჩვენ დღეს წირვაზე კიდევ ერთხელ უფლის სიტყვები. მეტარ არიან წმიდანი გულითა. რა თქმა უნდა, მათ ვერტი ხილო. ვინ არის მართალი? ვისაც წმინდა გული აქვს, ვის დღე და ღამე ფიქრობს, რომ განწმინდოს ჯერ გონება, გული, ამერე თელი სხეული შეიძლება იყოს წმინდა. აი ეს არის ყოველდღიური ისეთი მოღვაწეობა ქრისტიანებისა. იმიტომ რომ ჭეშმარიტი სიყვარული არის ერთი და ნაყალბები არის 1000. ჭეშმარიტი რწმენა არის ერთი, ნაყალბები 1000. ჭეშმარიტი სიხარული, მეგობრობა, ჭეშმარიტი გამდაბლობა, მორჩილება. და ესეთი დრო მოვიდა, რომ ვიღაცა გამოიგონა ესეთი ტერმინი. რა თქვია? წმინდა ურჩობა. აი როგორ შეიძლება ეს წმინდა და არქან ურჩობა. ეს საოცარი რაღაცა. ისიც არც წერია სახარებაში, არ წერია წმინდანებთან და გამოიგონა რაღაცა, რომ რა გაამართლო თავისი თავი, რომ მე მართალი ვარ და მართლად მიქცევი. არა და ისეთი ფილოსოფოსი, პოეტი დაწერა, რომ ადამიანი დაცემულ ბუნებაში არის ან ტირანი, ან მოღალატე, ან ტყვე. ნამდვილად ლევანდელ სახარებაში ასე არის. ტყვე იყო წმინდა ადამიანი, ტირანი იყო იროდე და სხვა ვინც იცოდა რომ ეს წმინდა ადამიანი არის, ივანეს ვამბობ უღალატეს და როცა გასცა ბრძანება რომ მოკალითო წმინდა ივანე არც ერთ ადამიანს არ უთქვია ვის კლავთო, რატომ კლავთო, ჯერ რატომ დააბადინო. ასე იყო უფლის ცხოვრებისას. როცა უფალი განკაცდა, მთელი ისრაელი ელოდება მესიას. და რომ ნახეს, რომ არის ეს ადამიანი. სხვადასხვა დღემდე ელოდებიან მესიას ისრაელში და თავარი ნიშანი რა უნდა იყოს, ეს უნდა იყოს სუფთა ადამიანი, უნაკლო ადამიანი, ზეპირად უნდა იცოდეს წმინდა წერილი და უნდა ახდენდეს სასწაულებს. ყველაფერს ეს როგორც თვითონ ამბობ, მე მოვედი რათა აღვასრულოს ჯული და წინასწარმეტყველება. და ასე მოხდა. მაგრამ რისთვის ეკითხებიან მთელი ისრაელი მდელმთავრები, შენ ხარ თუ არა ქრისტიანი, გითხარი. პირდაპირ განცხადებულად გითხარი. და უფალი პირდაპირ არ ეუბნება, აი ნახეთ ჩემი საქმეები, ნახეთ ჩემი ქადაგება, ნახეთ ჩემი სასწაულები. და როცა კიდევ ეუბნებიან, რომ იქნები ჩვენი ბელადი, ჩვენი დიქტატორი, რისთვის რომ გაანთავისუფლონ, იერუსალიმი გაანთავისუფლონ. ისრაელი და გახადონ ეს თავისი ესეთი გმირი და უფალი ეუბნება. სამეფო ამ ქვეყნიური არ არის. და რატომ ეუბნება? იმიტომ გული არ აქვს წმინდა. ესაუბრები მესიას და ვერ ხედავ, რომ ესაუბრო ღმერთს. სხვადასხვა დღემდე არის ეს კანონი. მოვდივართ ეკლესიაში, ვანთებს საანთლებს, ვეზიარები, მაგრამ ეს არ უნდა იყოს მონოლოგი. ჩვენ ვეკითხებით უფალს, აი დაგვეხმარე და იქიდან არ მოდის პასუხი. ან უფალი რაღაცას გეუბნება, ხო, დღევანდელი სახარებიდან, ქადაგებით, მამაოსი, ბელთავის. ესეც არ უნდა იყოს. უნდა იყოს დიალოგი. უფალი რაღაცას გეუბნება, ჩვენ უსმენთ. მისი სიტყვა არის ჩვენთვის საუნჯე, უპირველეს ყოვლისა გულში. უნდა დავმარხოთ ეს სიტყვა და მერე, როცა ჩვენ ვეკითხებით უფალს, იქიდან მოდის პასუხი. ეს უნდა იყოს ჰარმონია და როცა მოვდივართ ეკლესიაში ზოგი 10 წელი, 10
15-20 წელი დადის და ვერაფერი ვერ გაიგო. სამწუხაროდ ასე ხდება და კიდევ ამაყობს. მე კიდევ შევწირეო, მე ავაშენე ეკლესია, მე რაღაც გავაკეთე და ესე ინერცი, ბებია ჩემი ასე ეკეთებდა, ბებიას ბაბუა ასე ეკეთებდა, მე ასე. და გული აქვს მიწიური, ეგოისტური და პარტავული. და ნახეთ მე რა მოხდა, როცა უფალმა უთხრა ვარი ამ ველადობაზე და ესე იგი ტირანი უფალს არ უნდა იყოს. როგორ შეიძლება იყოს ტირანი, ვისი სახელი არის სიყვარული? სიყვარულის ტირანია, ხო? არ შეიძლება. უფალი წმინდა, ამიტომ არ შეიძლება რომ იყოს მოღალატე. და დარჩა მარტო ერთი თქვენ და ასე მოხდა. უფალი ასე იწინასწარმეტყველა. ტყვეობაში ვიყავი, საპრობილეში ვიყავი და თქვენ მინახულეთ მე. ასე თქვა და ნამდვილად ასე ადამიანებმა ბოლო ეს რაც ეკუთვნოდა უფალს, რასაც იწინასწარმეტყველა, აი გაუკეთეს და თქვენც იყო ჩვენი წმინდა, ჩვენი ძლიერი და უკრავი უფალი. და მერე ჯვარს ასე აცვეს. ამიტომ ქრისტიანებისთვის ეს სამი გზა. ნუ ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოს დიდი დიქტატორი ან რაღაცა. შეიძლება პატარაც იყოს. ოჯახში პატარა დიქტატორი, რომელიც აწვალებს თავის ძმებს, დებს, მშობლებს. შეიძლება სამწუხაროდ არის. ეკლესიაშიც არის ისე პატარა დიქტატორი, პატარა მოღალატე და თქვენც არის. ამიტომ ეს დაცემულ ბუნებაში ჩვენ გვახასიათებს. უპირველეს ყოვლისა, არ უნდა ვიყოთ დიქტატორი, არ უნდა ვიყოთ მოღალატე. უნდა ვიყოთ მორჩილები ღვთისა. უფალი გვეუბნება, გინდა იყო პირველი, იყავი ბოლო. გინდა იყო უფროსი, იყავი ყველაზე სახური. ეს უბრალო ადამიანის კი არის, მარადიულის კანონია. და ჩვენ გვინდა ვიყოთ პირველი. ჩვენ გულში არის ეს მისწრაფება, მუდმივი მისწრაფება, ვიყოთ პირველი უფალთან. და რას ეუბნება უფალი? ყველაზე დიდ მოციქულებს, იოანე და იაკობს, როცა მივიდნენ და უთხრეს, როცა შენ მოხვალ დიდებით, შეიძლება მე და ჩემი ძმა ვიყოთ მარჯვე და ახლა შენ. და უფალი ეუბნება, არაო, ეს მე არ შემიძლია. რატომ? აი ამიტომ შეიძლება იყოს და უფალთან ის, ვინც არ არის მსგავსი. იქნები სუფთა გული, იქნები ლამაზი, აი ქრისტიანულად ლამაზი. შენი ავტოპორტრეტი იქნება ახლოს უფალთან. ზოგის ავტოპორტრეტი არის, რაიც შავ-თეთრი ისა სურათი. ძველად ამბობდნენ პარტბილეთზე. ისეთი სახე ხო? ვიღაცას ადამიანისთვის ედერ უფრო ფერწერა ისეთი ლამაზი და ვიღაცას უკვე ხატი არის. ხო გინახიათ ისეთი ადამიანი, აი შეიძლება აი მისგან პირდაპირ ხატი დახატა. სხვათა შორის ეს მოხდა ჩემ ცხოვრებაში. ახალგაზრდა ვიყავი, ჯერ სწავლობდი და ვარჯიშობდი. ჭიდაობაზე დავდიოდი და ერთი ჩემი მეგობარი ალექსი და ისეთი პატიოსანი ადამიანი იყო, საოცარი ადამიანი. და ეს ადამიანი ყველასთან მეგობრობდა, აი ცუდი სიტყვა არ გამიგია მისგან, რაღაც ისეთი ძალიან ისეთი კარგი ადამიანი. და მე როცა გავხდით სტუდენტები, მე ავირჩიე მამის გზა, ექიმი სამედიცინოზე და ის თავისი მამის, მისი მამა იყო მეხანძე. და ამ გზით წავიდა. მესამე მეგობარი გვეუბნება, შენ ნახიო ალექსი? იო ნახე აი სტუდენტები ვართ ისა. მისგან შეიძლება იესოს ქრისტეს ხატი დახატო. აი პირდაპირ მითხრა. ჯერ არ ვიცი როგორ შეიძლება ადამიანისგან დახატო. აი ესეთი მინიშნება იყო ჯერ არც ეკლესიური ვიყავი. მონათული კი ვიყავ ეკლესიაში. და რა მოხდა?
მე გახდა მეხანძრე ქალაქის, დიდი ქალაქის უფროსი გახდა და ხანძარი იყო დიდ იმაში რა ქვია იმას ქალაქში რაღაცა ისეთი სპორტიული ობიექტი იყო და ბავშვები იყვნენ იმაში ყინულზე 200 ბავშვი და უცებ ხანძარი და ეს რომ მოვიდა უფროსი იმას აარევალებოდა რომ შესვლა იმაში ხანძარში ეს იყო უფროსი და ერთხელ შევიდნენ მეორე და ის ხედავს გული ასეთი ანთებული ქონდა რომ ვერ ასრულებენ და თვითონ შევიდა გამოიყვანა ბავშვები მე კიდევ შევიდა გამოიყვანა მესამე დრო შევიდა უკვე ცუდად გამყარა და გარდაიცვალა აი ჩვენ ცხოვრებაში და ერთი 10 წლის წინ აი ესეთი ითქვა რომ შეიძლება მისგან ახალ ქრისტეს ხარ ეს საოცარი ჩვენ ცხოვრებაში არის ეს ამიტომ ავირჩიოთ ეს გზა ჩვენი წმინდანების ჩვენი მართალი ადამიანების და ვიყოთ თქვენ ქრისტესთვის ვიყოთ თქვენ სასოფლისა და მისი სიმართლისა ვიყოთ ბოლო რათა მეორე მოსვლაზე უფალი თვითონ დაგვაყენებს იქ სადაც ჩვენი ადგილი ამინ ერთმა დაგლოცოთ გაგახაროთ ერთხელ ეს მძიმე დღე არის მაგრამ გულში არის სიხარული რომ მაინც უფალი არის პოლის შემძლე უფალი არის დამდგუნველი სიკვდილისა და ვინც აირჩიეთ ეს გზა ვინც აირჩიეთ გზა ბოლომდე მივიდეთ ორჩილებით სიხარულით ზოგჯერ რა თქმა უნდა რთულია ზოგჯერ პირდაპირ გოლგოთაზე გავდივართ მაგრამ გვახსოვდეს რომ გოლგოთის მერე იქნება ამაღლება იქნება აღდგომა თაბორისთა და მარადიული სიხარულიდან იტანეთ მე ერთმა დაგლოცოთ გაგახაროთ გაგაძლიეროთ მადლობა მამა ერისეს დედებს რომ გვაქვს საშუალება რომ მოვიდეთ ამ ნალოც მონასტერში სადაც მოცულობდა ჩვენი პატრიარქი გულოცა წმინდა სამღვდელოს ერთმა დაგლოცოთ გაგახაროთ და შემდეგი ივანე თისმეტყველის სენელის დღე აფხაზეთში ცხინვალში ძირვაზე იქ სადაც მესამე პოვნა ივანე თისმეტყველის კომისიაში ერთმა დაგლოცოთ გაგახაროთ ვინც ეზიარა მადლობა უთხრათ უფალს ვინც ემზადება ბევრი დღესასწაული ველოდება შეგახსენებ რომ შემდეგი კვირა 21 არის გელათომა და მთელი სინოდი კრიბება ბაგრატზე წელს არის 900 წელი გარდაცვალებიდან წმინდა მეფე დავითისა და 27-ში 400 წელი ქეთევანობას და შაბათს 27-ში ალავერტში. ამიტომ კიდევ აღნიშნეთ საოცარი ჩვენი ქვეყანა ყველა კუთხე კულტური არის ნალოცი ისტორიული და წმინდა და ვადიდო უფალი და ვადიდო წმინდა